ახალ წლის მერე ყველას დაჩირდება ეს ვიდეო მეგობრებო, იმიტომ შეინახე. მეტი არა მეგობრებო, მარტო 10 დღე. სულ 10 დღეში შეგიძლია შეიცვალო თქვენი გარშემო და შიგნით ჯანმრთელობა, თქვენი ორგანოების ჯანმრთელობა. მარტო 10 დღე. ის 10 დღე რა უნდა გააკეთო? შაქარი. მარტო 10 დღეც რო დაანებო შაქარი, რა მოხდება? პირველი ეს მოხდება, რომ თქვენ შაქარის ჭამა არ მოგინდება. ანუ შაქარის ჭამა თუ არ გინდა, ეს პირველი ეს არის, რომ შაქარი უნდა დაანებო. თქვენ რო ჭამ შაქარი, ჩვენი ბუნებრივი სისტემა მიდის იქ ჰორმონი სიცხლიდან ამოიღეთ შაქარი და თქვენ ხარ ესე რომ კიდე გინდა შაქარი. ანუ შაქარის ჭამის მერე კიდე გინდა შაქარი 4 საათის მერე. ხვალ გინდა, ძეგ გინდა. ანუ ჰაიპოგლიკემია მოხდება, ჰორმონი მიდის ზევით, მოიყვანთ შაქარიდან სისხლიდან გლუკოზა და კიდე ჭირდება თქვენ ეს გლუკოზა და თქვენ კიდე ჭამ. შაქარი თუ არა ჭამ, არ ახარ ხასიათზე. პირველი ეს მოხდება, რომ 10 დღის მერე თქვენი ორგანიზმი ეთქვი არ მჭირდება შაქარი. მეორე ეს მოხდება, რომ თქვენ მალე არ მოგშივდება. დიახ მეგობრებო, შაქარი არის, როცა შაქარი მაღლა მიდის, თქვენ ხასიათზე ხარ, მაგრამ როცა შაქარი დაბალია, საჭმელი მოგინდება. იმ წრედან არ გამოდიხარ. თუ დაანებებთ შაქარის ჭამა, სრულად ესე არა, ცოტა ჭამ, ერთი კოზი, ცოტა, ეს ცოტა ეგეთი ადამიანი ცოტა ყველაფერის ჭამის თეორია არ ვარგა. ვაფშე არ ჭირდება ჩვენი ორგანიზმს. ეს რეფინირებული შაქარი. თუ დაანებებ 10 დღე, ეგეთი კონტროლი გამოვა, თქვენ საჭმელი როცა მოგინდება, შეჭამ. არ გინდა, არ შეჭამ. ანუ მალე არ მოგშივდება. თუ მალე არ მოგშივდება, წონაში ცხოდა იქ. მეტი გაჩერებული ცხიმი ხამარზე, აი ეს გვერდებზე რო არის. ესა პლუს გაჩერებული სითხე, ჯოგი ადამიანი გასიებულია. ხელები, ფეხები გასიებულია, გლუკოზის ბრალია, შაქარის ბრალია. თუ თქვენ დაანებებთ შაქარი, 10 დღეში მიხვდება, რომ ეს სითხე, ეს ჩაჭკნარდება, იმიტომ ამოიგებს ჩვენი თირკმელები ზედმეტი შაქარს, გლუკოზას და სხვანაირი გამოჩნდები. პლუს აი გვერდებზე გაჩერებული ცხიმი დაიწყებს დალბება. მარტო 10 დღეში დაიწყებს ეს პროცესი მეგობრებო. დიახ. ოღონ შაქარი ვაფშე უნდა დაანებო. მაგრამ ჯოგი ადამიანი ფიქრობს, კაი, მე შაქარს არ ავჭამ. ცოტა ბრინჯს ჭამ, სუხარი, პური, არა მეგობრებო. პური, თეთრი პური, შაქარია, ბრინჯი, შაქარია, მაკარონი, პასტა, ვერმიშელი, შაქარია. ეს ყველაფერი უნდა დაანებო და უნდა გადახვიდე ჭიჭიბურა, კინოა, გერკულესი, აი ეგეთი საშუალებებზე. არ იქნები დაგლილი. საჭმელი ჭამის მერე დაახლოებით ნახევარი საათის მერე ხო ხარ ეგეთი, რომ გინდა რომ ეხლა კაი ცოტა ხანი წავწვევი, დავიჯინებ. ეს იგივე პროცესია. საჭმელში წავიდა ზედმეტი შაქარი, შეიძლება ის თეთრი შაქარი არ წავიდა, ან ჭამე პური, ან ბრინჯი, ან მაკარონი, პასტა, ნამცხვარი ეგეთი რამე ჭამე. და წავიდა რაკეტასავით ძევით გლუკოზა სიცხლში და მოგინდა ძილი. ძილიდან რო ადგები 1 საათის მერე, კიდე გინდა საჭმელი, ისე გინდა ტკბილეულის ჭამა. იმ წრედან გამოსულა როცა გინდა, დაახლოებით 10 დღე დაგჭირდება, ვაფშე დაანებო, რომელიც საჭმელი თქვენ გაძლევს ეს ძილი. ეგ არის შაქარი. იქნები უფრო მეტი ფოკუსირებული, არ დაგავიწყდება, ხო არის, დაგავიწყდება. სად რა დავე, როდის, დღის რა რიცხვია, ეგეთი რამე. ეს ზედმეტი შაქარი ტრიალებს აქ.
თუ დაანებებს 10 დღე დაგჭირდება რომ მე-11, მე-12 დღე მივხვდე რომ მართლა ეს შაქარი ყოფილა რომელიც გაძლევს ეს სიმპტომები. კანი იქნება უფრო კარგი, პრიალა და ახალგაზრდები რომ უწუქები გამოდის. ზედმეტი შაქარის ბრალია. ზოგი ფიქრობს ჰორმონების ბრალია იზრდება. გოგო ჭამს ბევრი შაქარი ან შოკოლადები, მოზარდე ბავშვი. ენდროჯენი დაემატება ქალებში, რომელი გაძლევს ეს მუწუკები და ბიჭი როცა იზრდება, ის თუ ჭამს ბევრი შაქრის პროდუქტები, ტესტოსტერონი მიდის ქვევით. ნაკლები ტესტოსტერონი, მუწუკი მოდის, მაგალი ენდროჯენ ჰორმონი, ქალების ესტროჯენი მუწუկები გაძლევს. ეს შაქრის ბრალია. ზედმეტი გლუკოზა როცა ტრიალებს სისხლში. ადამიანი რომელსაც უხებს ეს ტკივილი, საქსრების ტკივილი. თუ თქვენ დაანებეთ შაქარი, ნაკლებად ინფლამეიშენ, ანუ ანთების პროცესი იქნებ შემჩირდება მეგობრებო და ეს ძვლების ტკივილიც არ იქნება. ეგეც ერთ-ერთი ანთება არის. მუხლების ტკივი, ქანაკტკივა. მარტო 3-4 დღე ჭირდება, პირველი 3-4 დღე არის ძალიან ძნელი, იმიტომ მაშინ კეთდება სხვადასხვა ფერმენტები, რომ თქვენი ორგანიზმმა გაიგო, მოდი დღეიდან შაქარი არ მექნება, ეხლა გადავიდეთ სხვა საწვავზე. საწვავი ხო ჭირდება, საწმელი არის საწვავი. და კარგი ცხიმი პროტეინიდან აიგებს ჩვენი ორგანიზმი ის საწვავი. არ დაელოდება ჩვენი ორგანიზმი შაქარს და გლუკოზას. საკმარისი იქნება მაგისთვის თქვენი კარგი ნაჭამი პროტეინი და ცხიმები, კარგი ცხიმები, თქვენ რომელს იგებს კაკალი, ნუში, ავოკადო, კარგი საწმელისგან. და თუ გინდა უფრო ადვილი იყო ეს ყველაფერი, ყოველთვის საწმელის წინ ჭამე ბოსტნეული. ეს ბოსტნეული potassium რო შედის, დაგეხმარება, რომ ადვილად გადახვიდე შაქარის საწვავიდან ცხიმის საწვავზე, რომ თქვენი ტვინი არ დაელოდოთ, ეხლა შაქარი მოვა, სანამ მოდი დავიჯინოთ. თქვენ იქნები აქტიური, თქვენი გული უფრო კარგად იმუშავებს, თქვენი თირკმელები, გვიძლი, ცხიმიანი გვიძლი არ გახდება არადროს. ცხიმიანი გვიძლი იგივე არის ზედმეტი შაქარის ჭამის ბრალია. არაალკოჰოლური რომელიც არის მეგობრებო. მე მგონი საკმარისი ინფორმაცია არის, თუ არ შეჭამს შაქარი, რა მოხდება ორგანიზმში. კითხვები დაწერეთ კომენტარში, ყოველთვის ვცდილობთ ჩემი კონტენტით დაგეხმაროთ თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. სხვადასხვა ვიდეოებიც მაქვს გადაგებული, შეგიძლია ნახოთ, 500 ვიდეოა მეგობრებო გადაგებული. თქვენი კითხვების მიხედვით მოძებნეთ, თუ არ არის გადაგებული, გადავიგეთ მომავალში. კარგად, ჯანმრთელად და ბედნიერად.